მე ცხადია მაინტერესებს რეიტინგი, მე ცხადია მაინტერესებს მეტი და მეტი მაყურებელი. მე ვარ დაინტერესებული იმით, რომ სწორაზროვნებას ისევე როგორც სხვა პროდუქტებს სტაბილომედიაზე ჰყავდეს ბევრი მომხმარებელი. თუმცა გულახდილად გეტყვით, რომ ჩემი ეს დღევანდელი 30 წუთიანი, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები 30 წუთიანი ვიდეო ბლოგი მაინც და მაინც იმაზე არ იქნება ორიენტირებული, რომ უფრო მეტმა 1000-მა მომხმარებელმა ნახოს ძალიან საქმიანი, უკიდურესად საქმიანი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო ბლოგი იქნება ეს და მრავალმხრივი, მეთქი ასეც ვიტყვი. ისიც თქვენ რომ ოცნება, ქართული, რუსული ოცნება კიდევ ერთხელ გადმოვიდა შეტევაზე. აი ნოემბრის მიწურულიდან დეკემბრის უხეშად 10 რიცხვამდე როცა გვარბევდა, მას ჰქონდა აბსოლუტურად დემაგოგიური, აბსოლუტურად სოფისტური, მაგრამ აი მისი ვიწრო აზროვნებიდან გამომდინარე ფორმალისტურად სწორი საბაბი თუ მიზეზი, რომ გამოეშვა ეს ხარება და მისი სადამსჯელო ბრიგადები მოეტაცა ხალხი შუაგული მიტინგიდან, დემონსტრაციიდან, წაეყვანა ეცემა სისხლში ებანავა თუ მოეთხვარა ეს ახალგაზრდები უფრო მეტწილად და მეთქვა რომ ისიც რა არის, აი აგრესიულია, იმიტომ რომ ფოიერვერკებს გვესვია. ცხადია, ფოიერვერკი 47 მეტრის დისტანციაზე საშიში არ არის, მაგრამ ამ სოფისტურ არგუმენტს დინარაძე რუსი, კობახიძე რუსი, ხარება რუსი, გომელაური რუსი თუ ანრი ოხანაშვილი თუ ცულუკიანი რუსები ამ სოფისტურ არგუმენტებს კი იყენებდნენ. უკვე შემდგომ პერიოდში, როცა ფოიერვერკი აღარ არის, როცა ცეცხლი ანთია რუსთაველის გამზირზე და ყველაფერი მშვიდად, აი ოცნების ავადმყოფური ტვინითაც მშვიდად მიმდინარეობს, ამის შემდეგ ხარება ამ ყველაფერს ჩაეხსნა და ჩაეხსნა სხვადასხვა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი დაუკავშირდა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერს, რუს ოლიგარქ ივანიშვილს და აი ივანიშვილმა კი მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ აღარ დაუპირისპირებ მიტინგის მონაწილეებს, დემონსტრანტებს ამ უხეშ ძალას და ბოლო 3 კვირა თუ მეტი არა, ეს აქციები მიმდინარეობს ისედაც მშვიდობიანი იყო და ახლა ხომ საერთოდ დაპირისპირების გარეშე. თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ ოცნება ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა. მოსალოდნელი იყო, რომ ოცნებას ნერვი მაინც უღალატებდა. მოსალოდნელი იყო, რომ ოცნება ჩვენი აბსოლუტური 1788% ხარ არსებობს, მაგრამ 1788%-იანი მშვიდობიანობის მიუხედავად თვითონ მაინც შემოარღვევდა ამ მშვიდობიანობას და რეპრესიების ახალ ტალღას დაიწყებდა და რეპრესიების ახალი ტალღა იცით თქვენ თბილისსა თუ სხვა ქალაქებსა თუ ბათუმში უკვე დაწყებულია. ოცნებას შეტევაზე გადმოვიდა კიდევ ერთხელ და კვლავ მეორეფეს მოსალოდნელიც იყო და შეტევაში უგულისხმობ არა მხოლოდ დაკავებებს, არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციების დარბევებს, ერთგვარ დარბევა დაშლებს, არა მხოლოდ მოქალაქეების მოტაცებებს, არამედ გულისხმობ იმასაც, რომ ემანუელ მაკრონი ვახსენე და ემანუელ მაკრონს პრაქტიკულად 100%-იანი ინფორმაციით ივანიშვილი დახპირდა, რომ ახალ წლამდე გამოუშვებდა 51 დაკავებულს ახალგაზრდებს და ივანიშვილმა ეს პირობა არ შეასრულა. არ შეასრულა ივანიშვილმა პირობა, რომელიც მან მისცა ემანუელ მაკრონს, სხვათა შორის თუ გახსოვთ და ეს ბევრს გამორჩება ხოლმე, მაკრონსა და იძინა ივანიშვილს შორის შედგა შეთანხმება, რომ ერთ კვირაში პირველი ზარიდან მაკრონსა და ივანიშვილს შორის კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგებოდა და მაკრონი დაინტერესდებოდა, როგორ მიმდინარეობს მათი სატელეფონო შეთანხმება. ეს მეორე კომუნიკაცია მათ შორის არ შედგა, იმიტომ რომ ივანიშვილმა ის გადააგდო, არ უპასუხა მის ზარს, ან არ დაურეკა იქით. მას რატომ შეცვალა ივანიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება? მას რატომ არ შეასრულა ის პირობა, რომელიც მან მისცა ბირთვული სახელმწიფოს? იმ სახელმწიფოს ლიდერს, რომლის მოქალაქეც თავად
არის და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მაკრონთან საუბრის შემდეგ მალევე მეორე დღეს უხეშად, მეორე საათს უხეშად ივანიშვილმა მიიღო ზარი მოსკოვიდან. მოსკოვიდან იმის თაობაზე, რომ ეგრე არ არის, ბიზინა, შენ კიდევ ერთხელ შეგაშინებთ ახლა და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ რა რეალობის წინაშე დგახ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ესე ორსაჯდომიანობა არ შეიძლება პატარა დუნდულის ჩამოდებაც კი არ შეიძლება ევროპის სკამზე და შენ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე უნდა შეასრულო ის ინსტრუქციები, რომლებსაც ჩვენ და სწორედ ჩვენ და მხოლოდ ჩვენ გაცნობთ. და ივანიშვილმა მაკრონი გადააქვთ, ივანიშვილი გადამგდებია, საერთოდ რუსები გადამგდებები არიან, ამაზეც იქნება ჩემი ვრცელი, აქ იგეუბნებით, აქ იგითხარით ვრცელი ვიდეო ბლოგი. მაგრამ ახლა ამ ვიდეო ბლოგს ვიწყებ და ვაგრძელებ ასე. ბევრი ხო ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს რუსულმა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, ოღონდ გაიმარჯვა გაყალბებები. ასეც არის. რუსულმა ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა გაყალბებით 26 ოქტომბერს. პასუხი ყველამ ვიცით კითხვაზე რა მოხდა 26 ოქტომბერს ქართულმა რუსულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა, დაიწერა არ მიღებული 54% და განაცხადა, რომ დღეიდან და კიდე 26 ოქტომბრიდან და კიდე 4 წელიწადი იქნება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ და განსაკუთრებით 28 ნოემბრიდან ხალხი გამოვიდა ქუჩაში და დაიწყო პროცესი, რომელსაც ერთის მხრივ ბოლო არ უჩანს, გასაკვირველია, ფაქტია, არ ჩერდებით და ეს ძალიან კარგია და ეს არის ფუნდამენტი საფუძველთა საფუძველი ჩვენი გამარჯვებისა. თუმცა მეორე მხრივ ბოლო რო კეთილი იქნება, ერთის მხრივ იწელება პროცესი, მაგრამ აი სადამდეც მივალთ, როცა მივალთ, ხო? ის ბოლო იქნება კეთილი. და ახლა ვიკითხოთ ასე, აი გამოვიდა კიდე სლოგანი. როგორ ვერ მოიგო რუსეთმა 26 ოქტომბერს და მე გეტყვით როგორ ვერ მოიგო. ეს აზრი არ არის პოპულარული ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ მე კი ამ ვერსიის ამ აზრის მომხრე ვარ. მე მოკლედ არ ვისაუბრებ თემაზე, რა ხდება დღეს, რა ხდება, რა მოხდება, როგორ დამარცხდება ბიზინა, ამასაც ვეცდები და ავწდები, როგორ გვებრძვის რუსეთი, ამასაც ავწდები ერთგვარად, უბრალოდ ამას ვერ ავწდები, მაგრამ სხვა კუთხით დავინახავთ, რა უნდა ვქნათ, ან რა არ უნდა ვქნათ. მე ამ თემებზე არ ვისაუბრებ, მე გაგიკითხავთ კიდეც ვისაუბრებ თემაზე, როგორ ვერ გაიმარჯვა რუსეთმა საწყის ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე ვისაუბრებ 26 ოქტომბერს რუსეთს, 26 ოქტომბერს რუსეთს და ბიზინას მართლა უნდათ ხალხო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. მათ მართლა უნდათ 67 კი არა, 67 არის 2%, 2/3. არა, მათ უნდათ 3/4, ანუ 75% იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოთ ხისიერად და შეეცვალათ ქვეყნის არსი და მიიღეს 40 დაიწერეს 54, მხოლოდ 54%, იმიტომ რომ ჩვენ ვიაქტივებთ. დიახ, ნაწილობრივ კი მოიგო რუსეთმა 54%-ის გაყალბებით ოცნებისათვის მიწერით 26 ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ სრულად იმ მიზანს, რომელიც მას ჰქონდა ჩათქმული, რუსეთმა გაგიკვირდებათ და ვერ მიაღწია. რა უნდა და ივანიშვილს იმ შემთხვევაში თუ აი რატო მოვიგეთ ხო? რა რეალობის წინაშე იქნებოდით მართლა 75% რომ მიიღო. რისი გაკეთება უნდა და ივანიშვილს, რისი გაკეთება უნდა და რუსეთს. გახსოვთ ალბათ ოცნების წინასაარჩევნო პერიოდში ოცნების ანონსები იმის თაობაზე, რომ და პირველ ყოვლისა მთავარი ანონსი ჩემი აზრით ეს იყო, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას შეცვლიდა ივანიშვილი. რას გულისხმობ ბიზინა ვყიროდით ჩვენ, რა იგულისხმება და ყველარით სამართლიანად ვანგარიშობდით და ვამბობდით, რომ იგულისხმება სრულიად ახალი საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი ჩვენი ქვეყნისა. ბიზინა ივანიშვილს მართლაც უნდოდა რუსეთის დავალებით, უნდოდა და შემიძლია ახლა ასეც თქვა, რომ ახლაც უნდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის როგორღაც შემოთრევა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში, რაც თითქოს ძალიან კარგია. ოღონდ მანამდე ან პარალელურად ბიზინა ივანიშვილს რუსეთის დავალებით უნდოდა საქართველოსთვის ისეთი სტატუსის მიცემა და ამაზე ვისაუბრებთ დღეს ახლა, რომელიც ამ კონფედერაციაში უნდა შემოთრევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა სამართლებრივად
გაამყარებდა და ამისთვის სჭირდებოდა მას 75%. რა შეიძლება იყოს ეს სამართლებრივი სტატუსი ქვეყნისა? მხოლოდ ნეიტრალიტეტი, ანუ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მიცემა კონსტიტუციით. 2 რამ უშლის მინიმუმ, ივანიშვილს საამისოდ დღეს 3 რამ უკვე. ესე იგი, ის რომ მას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ის რომ კონსტიტუციაში გაწერილია, რომ საქართველოს უნდა იყოს ნატო ევროკავშირის წევრი და 2008 წლის რეფერენდუმის იადვისთვის რეფერენდუმის შედეგები. აი ამ სამ კურდღელს, არა 2 კურდღელს უკაცრავად, ესე იგი კონსტიტუციაში გაწერას და 2008 წლის რეფერენდუმის შედეგებს ერთი გასროლით კლავდა ივანიშვილი თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა. და ვერ მოიპოვა და ამ თვალსაზრისით ჩვენ გავიმარჯვეთ რასაკვირველია, ანუ ბოლომდე არ გავამარჯვებინეთ, უფრო ზუსტი რომ იყო რუსეთს. რა უნდა ივანიშვილს? უკვე შემდგომ მას უნდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის ბოდიშის სახელმწიფოებრივ დონეზე საკონსტიტუციო უმრავლესობა აქ არ მოიდგინეთ სახელმწიფო დონეზე მოხდა. იცით თქვენ როგორ მან თქვა ის რაც თქვა და თქვა რომ ბოდიშის უნდა მოუხადოთ ამ რეგიონების მოსახლეობას რეალურად სეპარატისტებსო. იგულისხმებოდა რომ სეპარატისტებს და იგულისხმებოდა რომ რუსეთს. ეს კამპანია მას არ გაუვიდა, მაგრამ ეს წაცდენა, ეს იყო ზონდირება და ეს წაცდენა არ გაუვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ენა მოვაჭერით ძირშივე ივანიშვილს. ისეთი მძლავრი კამპანია, კონტრკამპანია დავახვედრეთ. ივანიშვილი აპირებდა ამგვარი ბოდიშის გამეორება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში უხეშად 2-3 დღიან შეყოვნებას და მხისიერად მათგან თანხმობის, ანუ აფხაზებისაგან და ოსებისაგან თანხმობის მიღებას იმაზე, რომ თუ საქართველო იქნება კონფედერაცია პირველი, თუ ოსებისა და აფხაზების უკაცრავად ეროვნებაზე რომ ამაყურებ ყურადღებას მოგეთ, ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონფედერაციის სუბიექტების გარეშე საქართველოს საგარეო კურსი არასოდეს არ შეიძლება თუ შეიძლება. თუ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ექნებათ კონფედერაციის დატოვების შესაძლებლობა, თუ საქართველოს სახელი შეეცვლება და კონფედერაციას ეწოდება ასე მაგალითად საქართველოსა და აფხაზეთის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაცია, თუ საქართველოს პარალელურად და დამატებით იქნება ნეიტრალური ეტაპ რუსეთს გეგმა ესე იყო ჯერ გალში ასწავლეთ, ოკეი, мы вам позволяем, чтобы учеба в Кальском районе проходила на грузинском языке, грузинского языка. Или в Ачамчирском районе проходили уроки грузинского языка по грузинской грамматике. Русები ამ ეტაპში ამას გულისხმობენ. მრავალწლიან პროცესს, 30 წლიან, 40 წლიან და 40 წლის შემდეგ არ ვირი მოხდება თუ არ ვირის პატრონიო ესე რომ ამბობენ. ხო, მე შეიძლება უტრირებ 40-ი არა, მაგრამ შეიძლება 10 წლიანი პროცესი კი ნამდვილად იქნება. რომ გავამართლოთ, რუსეთი იღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ და ახლაც ყაბულსა იყო და ეხლაც ყაბულსაა, რაც ასევე ტყუილია, მაგრამ მაინც რომ ივანიშვილის ლოგიკით ხო მართალია და ამ ლოგიკას მივყვეთ სწორედ რუსეთი მატყუ არა, რუსეთი თანახმა იყო არის და იქნება საქართველოს ერთიანი იყოს მოჩვენებითად მას ყოველთვის აუფეთქოს ყოველა კონკრეტული რეგიონი მომავალში აუფეთქოს 2027 წელს, 2053 წელს, 2034 წელს, 2058 წელს. ოღონდ მას ამ თავითვე კონდეს დაფიქსირებული თავარი, რომ არ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ანუ იქნება ნეიტრალური სახელმწიფო. და ის აღარ იბოძრაობს ევროკავშირისკენაც კი, საიდანაც ისედაც აღარ მოძრაობთ ფორმალისტურად, მაინც 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა ის გიჟის ვეძახით, ხო? მაგრამ რეალურად რუსეთის აგენტი იაგნი კობახიძე გამოეთრა და თქვა, რომ არა, ჩვენ 28 წლამდე ვაჩერებთ. ეს ევროკავშირთან იმართებაში. რუსეთი პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში როგორც პირდებოდა, როცა ვამბობ, ამას კი არა განახორციელებდა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს ატყუებდა. და ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვატყუებდა და საერთოდ ორივენი ერთნი არიან. მოკლედ ესენი რუსეთი და პატრუშევი და ივანიშვილი, პუტინი და ივანიშვილი, მედვედევი და ივანიშვილი და ასე შემდეგ გვატყუებდნენ და გვატყუებენ, რომ საკუთარ თავზე აიღებდა აფხაზეთისა და აფხაზებისა და ოსების
დაყაბულებას კონფედერაციაზე ნეიტრალური სტატუსის გათვალისწინებით და ოღონდ კი საქართველოს შეეჩერებინა და აი ამ შეეჩერებინა მოძრაობა ნატოსკენ, დასავლეთისკენ, ნატოსკენ და გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი. ცხადია ეს აბსურდული იდეა. ცხადია ეს გიჟური იდეა, მათ შორის იმიტომ რატომაც გითხარით. იმიტომ, მეგობრებო, რომ რუსეთი არის გადამგდების სახელმწიფო და ამის ნათლი დასტურია ბევრი ისტორიის გახსნება. შეიძლება ორს დავასახელებ. ეს არის პირველი 1918 წელი საქართველოს ისტორია. ვაცხადებთ დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის აქტი. დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი პრეამბულაში. საქართველოს არის ნეიტრალური სახელმწიფო. 1920 წელს 7 მაისს საქართველოს აფორმებს ნეიტრალური სახელმწიფო დემოკრატიული რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას რუსეთთან, საბჭოთა ბოლშევიკურ რუსეთთან. კომუნისტური ბოლშევიკურ რუსეთთან და ლენინის რუსეთთან, ხო? და იქ წერია რომ ჩვენ მიუმხრობლები ვართ ორივეგან. რას შევა რუსეთი? არღებებს აი ამ ხელშეკრულებასაც და 1921 წლის თებერვლის მისრულს შემოდის საქართველოს ჩვენ უბრალოდ ვასწრებთ კონსტიტუციის მიღებას. თებერვლის მისრულს ვიდრე საბოლოო ოკუპაციამდე რამდენიმე დღით 4-5 დღით ადრე. რუსეთი არის მატყუარა. მეორე მაგალითი ევროკავშირთან მიმართებაში წავიდა იუშენკო, მოვიდა იანუკოვიჩი. 2008 წელს უკრაინას აქვს ჩანაწერი ჩვენი მსგავსი რომ ბუქარესტის სამიტზე რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. იუშენკო აჩერებს ამ ნატოსკენ უკრაინის მოძრაობას ქსვაგეს ოქტომბერი დგას 2013-ისა 14-ის ოქტომბერი დგას მოგასავთ 13-ის ოქტომბერი დგას ხო ნოემბერი იუშენკო იხვეწებაც მოგასავთ იანუკოვიჩი იხვეწება ანუ იუშენკო წასულია იანუკოვიჩი მოსულია პოროშენკო ჯერ არ არის მოსული რომ აი პარაფირება უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებისა და პარაფირებასაც კი ევროკავშირთან ეს ხოდა თუ არ არის უშლის ხელს რუსეთი იანუკოვიჩს ეს არის კატასტროფა იმიტომ რომ იანუკოვიჩი აჩერებს ევროკავშირთან ურთიერთობას 13 წლის მიწურულიდან იწყება ღირსების რევოლუცია რომელიც თავდება თებერვალში 2014-ს და გამარჯვებით ეს ქართული ოცნების ზარქუები ეს ლაპურცაკები და ვიცები და რუსები ესე რომ აიგდებენ ხოლმე ამ ღირსების რევოლუციას ღირსების რევოლუცია დაიწყო იმიტომ რომ ევროკავშირში სვლა მოძრაობა შეაჩერა უკრაინამ და ღირსი იყო იანუკოვიჩი იანუკოვიჩმა ისროლა იანუკოვიჩები ხარ დადასტურებთ სხვა თემა მოკლედ რუსეთი გადამგდებია რუსეთი გატყუებს შეგაჩერებინებს ნებისმიერ მოძრაობას ეხლა ნატოში რო თქვა უარი ნატოში ესკენ ღია უარი თუ ის შეჩერებული აქვს ხო საქართველოს ხელისუფლებას და მართლა ნეიტრალიტეტზე რო გახვიდეთ აგიფრობს მეორე წლის მესამე თვეს ან მეოთხე წლის მეორე თვეს მოკლედ რუსეთი გადამგდებია და ყველას აგდებდა ყოველთვის მაგრამ ახლა რაზეც საუბრობ უბრალოდ ამაზე არ საუბრობ ხო 26 ოქტომბერს აქ იკითხარით რუსეთმა საწადელს ბოლომდე ვერ მიაღწია მეთქი და ეს 100-ია ისევ როგორც უკრაინაში მან ვერ მიაღწია მას უნდოდა კიევი ბუჩის შემდეგ მას უნდოდა კიევის აღება შევიდა და დაეხეთკა პირდაპირ მნიშვნელობით დაასკდა ესე ვიტყვი ხო და იმისთვის რომ რუსეთმა უბრალოდ კი არა უღია ხელი ჩვენზე ის აგრძელებს ამ ჰიბრიდულ ოპერაციას ჩვენ წინააღმდეგ და ახალ გეგმებს თავაზობს ივანიშვილს რომ როგორმე სწორედ ეს და სხვა გეგმები განახორციელოს სხვა მიზნები განახორციელებინოს მას ივანიშვილს ანუ მის აგენტს ფსბ-ს აგენტს ემუქრება შეიძლება აშანტაჟებს შეიძლება ფულის წართმევით ემუქრება შეიძლება არ ვიცი რაღაც სხვა კომპრომატები აქვს მის წინააღმდეგ მე ვერ გეტყვით ამას და ისტორიის ჭიუხებში შესაძლოა და ალბათ დარჩება კიდეც რითი ხავს გამოჭერილი რუსეთს ფსბ-ს ივანიშვილი მაგრამ ივანიშვილის ლოგიკა ლოგიკა სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება გარდა იმისა რომ ის გამოჭერილია დაჭერილია ყურებით თუ ესე რომ ამბობთ მოკლედ გიძინა ივანიშვილი თავისას ჩალიჩობს ისევ აგრძელებს და არც რუსეთმა და არც რუსეთს და არც გიძინა ივანიშვილს ხელი არ აუღიათ საკუთარ ბოროტ განზრახვებზე იცით თქვენ. საქმე ისაა, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წინაშე კვლავაც დგას დღის წესრიგში ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხი. და ამაზე ვისაუბრებ. შემოპარების საკითხი.
ამას უბრალოდ ახლა ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ვაგე აქციებია და ეს აქციები რო არის, ბევრი გეგმის განხორციელებაში უშლის ხელს. ეს ჩვენი აქციები, ჩვენი აქტიურობა, ჩვენი სმიერ დღის რიგის შეთავაზება მათთვის, ხო? და დასავლეთის მხარდაჭერა ბევრ რამეში უშლის ხელს, მაგრამ ორდინალურ ვითარებაში წყნარად რომ იყვნენ, ისინი სხვა რამეს გააკეთებდნენ. და ეხლა მე გეტყვით, რას აპირებენ, გაკეთებას აპირებენ, რას უყრიან საფუძველს. რთული გასაკეთებელი იქნება ცხადია, ნეიტრალური საქართველოს გამოცხადება, თუმცა თუ მიაქციეთ ყურადღება, ახალი და ცხადია სუსის მიერ ჩაწოდებული ინიციატივები ჩნდება ნელ-ნელა ბოლო ხანებია, რას ჩნდებოდა და ეხლა ჩნდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებები, სუსს და კგბ-ს ინსტრუქციებით ქმედებს საქართველოს ხელისუფლება და ერთ-ერთი მათგანია სუსის მიერ შექმნილი პარტია, ესეთი ნეიტრალური საქართველო, რომელსაც ვატო ფსბ-შნიკი და ვატო ნაგორია შაქარაშვილი, ფსბ-შნიცა ნანა კაკაბაძე, ბიზინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ესენი ფსბ-შნიკები რა საკვირველია და ასე შემდეგ ისინი თავკაცობენ. და ისინი მათ განაცხადეს, ეხლა ხელ ვკითხულობ, რომ მიესალმებიან მართველი გუნდის, ანუ ფსბ-ს აგენტების ოცნების ინიციატივას, რომელიც ნაცმოძრაობის საქმიანობის სისტემურ შეფასებას გულისხმობს, ასვერჩით საბოლოო ჯამში სისტემურად შეაფასე ნებისმიერი პარტია. აქვე ვიტყვით, რომ სისტემური დანაშაულების გარდა ეს ბანდა, ანუ ოცნება, აპირებს გამოიზიოს 2008 წლის მოვლენები და სამართლებრივად წოდებული პასუხისმგებლობა დააყენოს ხაზგასმით. ვამბობ პოლიტიკური ხელმძღვანელობისა 2003-12 წლების მმართველებისა. სააკაშვილისა და სააკაშვილის ქვემოთ ვინც იყო. ეხლა ვიკითხოთ, ხო, რაგვარი ეს რუსი დინარაზე გააკეთა განცხადება, რომ არაო სამხედროებს ეს არ შეეხება. ეხლა ვიკითხოთ, რატო ვერ ბედავენ სამხედროებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, იმიტომ რომ ეშინიათ. ქართულ ოცნებას ეშინია ქართული ჯარისა, თურესიამოვნებით გააკეთებდა და კონკრეტულ პირებს ამოკრებდა თავდაცვის სამინისტროდან მოქმედ სამხედროებს ან ყოფილ სამხედროებს, რომლებიც მისი აზრით სამხედრო დანაშაულში არიან პასუხისმგებელი, მაგრამ ეშინია რომ ჯარი მოუტრიალდება. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ხას უსვა რისკავს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედროებისათვის თუ რამას გააკეთებდა. აი კოლექტიური და მე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრებას კი აპირებს ნაციონალური მოძრაობისათვის და 2025 წლის სექტემბრისთვის აპირებს მათ შორის 2008 წლის მოვლენების გამოძიების დასკვნის დოკუმენტის დადებას და რატო აპირებს ამას ახლა გეტყვით. თუმცა ვიდრე ამას ვიტყოდე, მანამდე ერთ რამეს გეტყვით, რომ ეს დინარაძე რუსი გამოეხმაურა აი მეორე თუ მესამე თუ მეოთხე რესურსების განცხადებას, ანუ ნეიტრალური საქართველოს განცხადებას და ამბობს შემდეგ რამეს დინარაძე რუსი ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების თუ მოქმედებდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების თუ სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების deep state-ის თუ ასე შემდეგ დავალებებით. საქართველოში ჯაშუშები, მაგრამ თუ კი ამის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ვინმე ითხოვს, წინააღმდეგი არაფერი არ გვაქვს. ანუ ნეიტრალური საქართველო რო ითხოვს, ამას საწინააღმდეგო რა მაქვს, ამბობს დინარაძე რუსი. თავად ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები კი ამბობენ, ვამზადებთ მასალებს საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების, ანუ სააკაშვილების და სხვათა წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურორში მომზადების შემდეგ შევიტანთ, რასაკვირველია სუსი შეიტანთ, სუსი მისცემს პადაჩას და ესენი კი შეიტანენ შაქარაშვილები. აი ესაა ის გზა, რომელსაც დაადგა ოცნება. ოღონდ ამ ნაციონალური მოძრაობაში ის არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს. სუსტების მზაკვრობაც ეს არის, რომ მან უნდა გააუქმოს თლიანად ოპოზიცია და გაგიკვირდებათ და გააუქმოს უნდა 2008 წლის იანვრისთვის რეფერენდუმის შედეგები. დიახ, უნდა თქვას, რომ თუ fake პარტია, საქართველოს კერმა პარტიამ ჩაატარა რეფერენდუმი, მაშინ მისი შედეგები არის ანულირებული. და ეს იმ ორი გასაკეთებელი საქმიდან, ანუ პირველი რეფერენდუმის შედეგები 2008 წელი და მერე უკვე კონსტიტუციაში შედარებული კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, ორიდან ერთი გაკეთებული საქმე კი იქნება. დიახ, მას უნდა რომ გააუქმოს ნაციონალური მოძრაობა, მას უნდა რომ გააუქმოს გირჩი დროა ახალი, მას უნდა რომ გააუქმოს ნაციონალური მოძრაობას მიაწერს, ხო? ანადოლიძე, ალიკო ელისაშვილი, ლელო და თავისუფლების მოედანი, ლევან ცუცქირიძის,
მას უნდა რომ გაუქმოს გახარიანს პარტია. ანუ 4 ძირითადი პარტია და ასაკვირველი მეყოლის ბლოკერია ჩერგულეიშვილის ევროპული საქართველოს ისინი ხო საერთოდ სათავეში იდნენ ნაციონალური მოძრაობისა ქართული ოცნების სიგიჟე არის. ეს უპარტიო ერთპარტიული მმართველობაში საქართველოს გადაჭეხვას, მაგრამ ეს არის მისი დავალება. რუსეთისაგან ამ და ფსბ-საგან ამ დავალებას იღებს ბიზნარუსი. ეხლა თავის მხრივ რატო უნდა ამას ვილაპარაკი? როცა გააუქმებს ამ პარტიებს სექტემბერში, იმიტომ რომ დამნაშავეები არიან. უნდა თქვას, რომ 2008 წლის ნატოში ინტეგრაციის თაობაზე მიღებული შედეგი რეფერენდუმისა ანულირებულია, სხვა თუ არაფერი დრო გავიდა, გამოდის რომ 17 წელიწადი. მერე თქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებს ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს და de facto კი აჩერებს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირის ინტეგრაცია გააჩერა 2024 წლის 28 ნოემბერს. ახალი რეალობის გათვალისწინებით აჩერებს ამ ყველაფერს. და დაიწყოს უნდა მან მოძრაობა ნეიტრალური საქართველოსაკენ. ამასობაში რუსეთი გამოდახავს 7 აფხაზს და 17-ოს, ან 17 აფხაზსა და 7-ოს. ვინ სიტყვის რომ ამ შემთხვევაში კი თანახმანი იქნებიან რომ საქართველოსთან გაერთიანდეს აფხაზეთი კონფედერაციის და ნეიტრალური საქართველოს პირობებში აფხაზეთის გასვლის უფლებით ნელა გაერთიანდეს და ოცნება ახალ არჩევნებს ჩაატარებს ამ პირობებში ამდინარე წლის ოქტომბერში. ხასუსო, ოქტომბერში, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებია და მაისში და ოქტომბერში, მაისში ახალ არჩევნებს და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებს ოცნება ვერ ჩაატარებს, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი რესურსები არ ეყოფა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ ოცნების მიერ დანიშნული მე პირადად ვამბობ რომ ოცნების მიერ დანიშნული არჩევნები ჩვენ არ გვაწყობს თუ იგივე სისტემა დარჩა. თუ ხალხი პირადობის მოწვევების 100,000 არსებობს, თუ მდიდარად ზეკობახიძე და ვიღაცები რომ სამხარაძეები აკონტროლებენ სუს და სუსი კიდეს ყველა სხვას, თუ ეს გამხალბებლები, კოორდინატორები რაღაცა ემიგრაციას ხმის შესაძლებლობა არა, მიცემის შესაძლებლობა არა აქვს, ესეთი რაღაცეები ხდება იქ, რა შედიხარ და მარკირებას არაც ვერ გიკეთებენ კლავაც და ეს CSKO-ა და ასე შემდეგ, რა აზრი აქვს ესენი კიდე გააყალბებენ. ოღონდ ოქტომბერში ხვალბებენ. ახლა ორი სიტყვა თავად ნეიტრალიტეტზე, როგორც ასეთზე და ძალიან მნიშვნელოვანია. ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისაგან, ანუ ჩვენ შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერისაგან, ან რუსეთის მხარდაჭერისაგან, უკრაინა აინტერესებს ახლა ივანიშვილს, რომ ივანი არ მოსთხოვოს ვინმე რომ უკრაინას ატო უჭერებს ხარცო, არ კითხოს ეს ნეიტრალური სახელმწიფო ვარ და იმიტომაც არ უჭერებს ხარცო. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ მას, როგორც წესი სამხედრო ალიანსის წევრობაზე ან ნატოზე ამბობენ უარს. ნუ გასაგებია ხო ეს? ნეიტრალური საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრალური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის. არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება საომარ მხარეებს, მეომარ მხარეებს, არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს, ტრანზიტის სახით, გადაფრენის სახით, მათ შორის არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანაშაულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას. ან შეზღუდვა უნდა იყოს, ან ერთნაირად უნდა მიაწოდოთ, ანუ უკრაინას და რუსეთს ჩვენ შემთხვევაში, ხო, რუსეთს მიაწვის ხადია. ნეიტრალური ვარ და რუსეთს ვაწვდიო, მითხვის. ან და უკრაინასაც მივაწვდიო და გაღალზე დაწვის უკრაინასაც ვარაერთს არ მიაწვის. ან მარტო რუსეთს მიაწვის ხადი. ტრადიციულად ნეიტრალიტეტი არის ორი სახის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, ეს არის მუდმივი და ეს არის ევენტუალური. აი სწორედ ევენტუალური ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს ქართული ოცნება. მუდმივი ნეიტრალიტეტის დროს სამხედრო ბლოკებსა და მოქმედებებზე უარის თქმასთან ერთად ასეთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს ერთმანეთთან მეომარი ქვეყნის ჯარები, არა და რუსი ჯარის დატოვება აუცილებელია. ამიტომ მუდმივ ნეიტრალიტეტს ვერ აცხადებს. ევენტუალური ნეიტრალიტეტი გარკვეული სამხედრო პოლიტიკური სიტუაციის დროს თავის შეკავებას ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნისა. თუმცა ბაზა არ. ოჩამშირის ბაზა, სოხუმის ბაზა, ჯავის ბაზა, ცხინვალის ბაზა, სოხუმის ბაზა, გუდაუთაში ბაზა, მაშინ გაგრაში თუ აქვს ბაზა, პატრაში და ერთი მაინც ეყოლებათ, ხო? ამაზე ნეიტრალიტეტი, ევენტუალური ნეიტრალიტეტი უარს ვერ ამბობს. შეგიძლია გქონდეს სხვა ქვეყნის ჯარის ბაზა, თუმცა ნუ ეს არის არ ერევა შენს ხელშეკრულების საფუძველზე. ოცნება კვლავ მეორე აპირებს სწორედ ევენტუალური ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. თანამედროვე მსოფლიოში ვიტყვი ბარებს სახელმწიფო ნეიტრალიტეტის სტატუსის აღიარების რიგი პრეცედენტები არსებობს.
რომელთაგან ზოგი არის ფორმალური გარანტურის მონაწილეობით შექმნილი. აი მაგალითად ფინეთი აღარ არის ნეიტრალური, მაგრამ ფინეთი რომ გახდა ნეიტრალური, ის იყო ორმხრივი შეთანხმება ფინეთს და საბჭოთა კავშირს, სტალინისტურ საბჭოთა კავშირს შორის. აღარც იყო საჭირო სხვა ქვეყნების მონაწილეობა. ამას აპირებს რუსეთი, ხომ ცნობს საქართველოს ნეიტრალურად, ჩვენ ხო არ ვერევით, აი ამას აპირებს ქართული ოცნება. ხო, მაგალითად, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში ნეიტრალური სახელმწიფო ავიღოთ, შვედეთიც აღარ არის, ხო? ნეიტრალური. ან ავიღოთ სხვა ქვეყანა, მაგალითად, ავიღოთ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი. ის ვენის კონვენციის, ვენის კონგრესის ხელმომწერებმა დაადასტურეს. შვეიცარია, რომელიც უძველესი ნაპოლეონის ომების დროიდან არის შვეიცარია ნეიტრალური სახელმწიფო. 1810 წლებიდან 14-15-დან. ხო, რა არის კიდე რა ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ ხელშეკრულების ფორმები შესაბამისად განსხვავდება. ხო, ლაბი მეორებ რომ ფინეთი შემთხვევაში ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. თანამედროვე ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი შეერაღებული კონფლიქტის ორ განსაზღვრებას გვთავაზობს. საერთაშორისო კონფლიქტი ორი ან მეტი სახელმწიფოს ურთიერთდაპირისპირება და ეს არის ჩვენ სინამდვილეში და ახლა ჩვენთანაც ჩვენ გაჩრდილოებით ხდება ეს. ორი ან მეტი სახელმწიფოს კონფლიქტი. მეორე არასაერთაშორისო კონფლიქტი, ლოკალური კონფლიქტი და ასე შემდეგ. ახლა მთავარი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციიდან ნეიტრალიტეტზე აპირებს ეს გავიგეთ. ხო, ახლა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რას აპირებს ქართული ოცნება კიდე და ეს არის თავარი ნაწილი ამ ვიდეო ბლოგის. თურქეთი ძალიან ძლიერდება რეგიონში. აზერბაიჯანთან მიმართებაში იცით თქვენ ყარაბაღის კონფლიქტში მიიღო უზარმა გადაწყვეტაში მიიღო უზარმაზარი როლი შეიტანა, წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ის ძალიან კარგი მოთამაშეა, არა დემოკრატი, არა ქემალისტი ერდოღანი, მაგრამ ძალიან ძლიერი მოთამაშე. ასაკვირველია ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალაუფლებას დაკარგავს, მაგრამ მოცემულ ეტაპზე თურქეთი ძალიან ძლიერი მოთამაშე არის. ამავდროულად თურქეთი არის ბრიქსის წევრი და ამავდროულად თურქეთი პირველ ყოვლისა არის ნატოს უძველესი წევრი სახელმწიფო. მისი გავლენის სფეროებს თურქეთი საკმაოდ აფართოებს აზერბაიჯანთან მიმართებაში და ახლო აღმოსავლეთში სირიის კონფლიქტის ერთგვარად ან მნიშვნელოვანწილად გადაწყვეტის შემდეგ რუსეთის განდევნის ერთგვარად მნიშვნელოვანწილიანი განდევნის შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთი რეგიონულ უზარმაზარ მოთამაშედ იქცა, რომელსაც ჩინური ინტერესები საქართველოში, კავკასიის რეგიონში არ ამწდა. მიზნა ივანიშვილი აპირებს შემდეგ რამეს, ჩემს ხელთ არსებული 4 წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით. არც ერთად დავასახელებ სღადი. რომ დაიწყოს ახალი კამპანია ბოდვა მუსლიმური თურქეთის და მისი გავლენების წინააღმდეგ. და თურქეთი ძალიან კარგი ლოკომოტივი იქნებოდა ჩვენთვის და იქნება და არის კიდეც ყოფილი საგარეო მინისტრი შივაშოღლუ და გავიხსენოთ და საერთოდ თურქეთის დღევანდელი მმართველებიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ნატოში ხედავენ, რომლებიც ხოთა შორის უკრაინასთან მიმართებაში სულ მუდმივად ერდოღანის დონეზე იმეორებენ, რომ სამართლიანი მშვიდობა უნდა მოხდეს. და ნატოსთან მიმართებაში ჩვენი ლოკომოტივია თურქეთი და იქნება და უნდა იყოს კიდეც. მოკლედ ივანიშვილი აპირებს ახალი ბოდვის დაწყებას იმის თაობაზე, კამპანიის დაწყებას იმის თაობაზე, რომ თურქეთი არის მუსლიმური სახელმწიფო და ის საშიშია ჩვენთვის. ასეთი დაპირისპირება იკვეთება ჩვენ სინამდვილეში. ივანიშვილი versus ერდოღანი. ივანიშვილი თავად ცხადი არ გამოჩნდება, მაგრამ ნატოს წევრ სახელმწიფო თურქეთის წინააღმდეგ აქტიურ გალაშქრებას დაიწყებენ ჯერ ზარქუები, არა, მოკლედ ჯერ ეს ბატო შაქარაშვილები, მერე სოზარ სუბარები, მერე ზარქუები, მერე ანრიო ხანაშვილები პირობითად, მერე ვიღაცეები, მერე მდინარაძეები, მერე კობახიძეები და ასე შემდეგ და თურქეთს გადაგვიდებენ ესენი უახლოეს ხანებში გარწმუნებთ. ბიზნესი იწყებს ამ კამპანიას სწორედ თურქეთის წინააღმდეგ, თურქული ინვესტიციების წინააღმდეგ, როგორც ისლამის მუსლიმური სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეცდება დაასაბუთოს, რომ მუსლიმური სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი რეგიონში და ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება, მით უფრო რომ მუსლიმუნია და ეხლა უკვე
რელიგიურ ჭრილში გადაიყვანს კონფლიქტსა და თურქეთი კვლავ მეორე დატოს პარტნიორების წევრია და შეერთებული შტატების პარტნიორი შეიძლება იყოს და არის კიდევ ჩვენთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებში ან მრავალმხრივ ურთიერთობებში. და მიზნად აისხებს დასაბუთებას იმისა, რომ პრავოსლავნი რუსეთით არის აუცილებელი დასაბალანსება თურქეთისა, ხოლო თავის მხრივ პრავოსლავნი რუსეთი უნდა დაბალანსდეს ჩინეთით. აი ამ მორევში გვათხევს აპირებს რომ ჩაგვათრიოს ბიზნე ივანიშვილი. აპირებს რომ ჩაგვათრიოს ამ მორევში ბიზნე ივანიშვილმა მოთხრობით. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე დაიჯერეს ოცნების პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ომში ჩართვას ცდილობს ვინმე, ალბათ ამ მოქალაქეებს ვეღარ გადაარწმუნებთ, მაგრამ იმავდროულად მე ვემხრობი იმასაც, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვისაუბროთ თემაზე, როგორ ვერ იქნება ომი სხვა ხელისუფლების პირობებში. და ვისაუბროთ მათთვის, ვინც მოწყვლადია, ანუ ახლა ვერ გაურკვევია ეს. ხა ვისაუბროთ თემაზე თურქეთზე ვისაუბრე უკვე ხო? და ესეც სათაურიც გვექნება ჩვენ ივანიშვილი versus ერდოღანი, ან ივანიშვილი ერდოღანის წინააღმდეგ. ახლა ვისაუბროთ თემაზე, როგორ ვერ იქნება ომი, უпроსტად ვისაუბროთ თემაზე, რა უნდა თქვას ოპოზიციამ მუდმივად, რომ ომი ვერ იქნება. არ იქნება და ვერ იქნება. ვერ იქნება, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება არაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რუსეთმა რაიმე ფორმალისტური მიზეზით დაიწყოს ინტერვენცია საქართველოში. ახალი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ახალიო იქნება, სხვები. არაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა ფორმალისტური მიზეზით თუნდაც დაიწყოს ომი ინტერვენცია საქართველოში. მეორე, რუსეთს იდეაში მიზეზები არასოდეს არ სჭირდება. თუ მას ბოდიშდა არ უძვრები, აი ბიძინა რო უძვრება ისე, ის ომს როგორც ასეთს უმიზეზოდაც იწყებს. აქედან გამომდინარე რუსეთს არ ჭირდება რა მიზეზი, თუ ჩვენ ვიქნებით ამ ომში ჩართული ოდესმე, ვიქნებით სწორედ რუსეთის გამო, იმიტომ რომ რუსეთი იწყებდა ომს 1801 წელსაც მან დაიწყო ომი 1900-იან წლებში, 90-იან წლებში და 2008 წელსაც. და ნეიტრალიტეტი როგორც ასეთი ჩვენ არ გვიშველის პირიქით, როცა ჩვენ ნეიტრალური და მოწყვლადი სახელმწიფო ვიქნებით, სუსტი როგორც 1920 წელს ვიხავით, 18 წელს, 20 წელს. ისე დაგვიფრობს ეს რამდენი დღე და სჭირდა ცოტა დღე, ხო? 11 არბიას რომ შემოსული იყოს, სწორედ იმიტომ რომ გადასტურებ პატივისცემას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, მაგრამ მაინც სუსტი სახელმწიფო ვიღავით ვაღიაროთ. ერთადერთი რაც საჩერებს რუსეთს ეს არის წინააღმდეგობა პატარა საქართველოს მხრიდან და დიდი უკრაინის მხრიდან. რუსეთმა ვერ მიაღწია უკრაინაში თავის საწათელს SVO-ს მიზნებს. მე არ არის განხორციელება. და პარტნიორები, რომლებიც ჩვენს გვერდით ზურგს უკან უნდა იდგნენ. აი პარტნიორები ჩვენ დაგვაკარგინა ივანიშვილი. და რუსეთი არ მოდის შეტევაზე მხოლოდ მაშინ, თუ ისის წინასწარ რომ მას დიდი წინააღმდეგობა დახვდება უკრაინაში გაგვირდება და არიცო და მანიც მას ეგონა რომ კიევში შეჯილიგინდებოდა. ოცნება იმიტომ არის მოსაშორებელი ყველაფერთან ერთად რომ ის ომისაგან ვერ გვიცავს პირიქით მან ეკონომიკურ ომში ახლაც ომია ეკონომიკურ ომში დასავლეთის მხრიდან ჩაგვათრია, ჩაგვითრია, შეგვათრია, შეათრია ჩვენი ქვეყანა და კატასტროფაა გაცილებით უარესი კატასტროფები გველის ვიდრე 2008 წელს გქონდა ჩვენ, რო იცოდეთ, მაინც ესეც უნდა უთხრას ოპოზიციამ ამ ხალხს აბა რა უნდა გქონდეს. ეკონომიკური ომია ხო ჩვენ წინააღმდეგ სოფლიოს მიერ გამოცხადებული სამართლიანად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გასაკურველი, მაგრამ ჩვენც მოვხვდით ამ რეპრესიების ქვეშ, თუ აი ამ მარწუხების ქვეშ. და ოცნება მოსაცილებელია, იმიტომ რომ შესაქმნელია სისტემა, რომელიც ომისაგან რეალურად დაგვიცავს. ტოტალური თავდაცვის სისტემაა შესაქმნელი ვინმეს მიერ, მომავალი ხელისუფლების მიერ, რომ ყველა ვიცოდეთ, ვინ რას ვაკეთებთ რუსეთის არ გამოსარიცხი ინტერვენციის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც არ გამოსარიცხი, თუ ჩვენ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ. ეხლა კი თავარი თემა ეორმოსე წუთის მიწურულს. ივანიშვილის ხელისუფლება და პერსონალურად ივანიშვილი თავისი ამ პატარა გოშიების წყალობით, გამოყენებით აპირებს რუსეთს გარდახით აპირებს ანტითურქეთული პოზიციის პოლიტიკის დაწყებას. თურქეთი აპირებს ჩვენთან გეგმაში ეხსხადია, რომ მეტად მონაწილეობდეს კავკასიის რეგიონში, მათ შორის იმიტომ, რომ ჩინეთი განდევნოს
როგორც არის შემოსული კავკასიის რეგიონიდან, საქართველოსთან მათ შორის. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო. თურქეთი არის საბოლოო ჯამში ის არის დემოკრატიული სახელმწიფო. იმიტომ რომ გარკვეულ სტანდარტებს იცავს, ახლა ნაკლებად ხვალ მეტად, მაგრამ მაინც. თურქეთი არის ჩვენი მთავარი, არ უმნიშვნელოვანესი პარტია, რომელიც ბევრ საკითხს შეათანხმებს ბუნებრივია შეერთებულ შტატებთან. იმისთვის რომ ჩაიბას საქართველო და მე უკვე სომხეთი ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, ევროპის დასავლეთის მიმართულებით. თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი იცით. თურქეთთან მიმართებაში ევროპა აპირებს რომ შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა გარკვეული პერიოდის შემდეგ და მეტად მისცეს მას ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა. თურქეთი ტერია ჩვენი ამ კამპანიას ირიბად მაინც აპირებს ივანიშვილი. ერდოღანი არ არის ჩვენი პარტნიორი. და ერდოღანის დასაბალანსებლად ჩვენ გვჭირდება რუსეთი პრავოსლავნი, ხოლო პრავოსლავნი რუსეთს არ ვენდობით ბოლომდე, მოდი ის დავაბალანსოთ ჩინეთით. ამის თქმა უნდა ივანიშვილს და პარალელურად უნდა რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. თურქეთის მიზანი არის რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი, რომ ამ რეგიონში მინიმუმ ორი სახელმწიფო იყოს ნატოს და მარტო არ იყოს თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. ახლა რას დაგელაპარაკები არ ქართული ოცნების ექსპერტები ამგვარი ნარატივის პასუხად ეს დაიკიდეთ. ისინი მართლა ბოდავენ, ოღონდ ბოდავენ იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ძირითადი გზავნილები, რომ თურქეთი გვებრძვის, რომ დასავლეთი გვებრძვის, რომ ევროპა გვირყვნის, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორი არ იქნება, არ არის და არ იქნება იმ შემთხვევაში თუ ტრამპი არ დაამარცხებს deep states და deep states რაღაცაირ დაამარცხებს თუ არ დაამარცხებს ასე შემდეგ ტრამპიც წყალსაც წაუღია. საქართველოს უნდა გადარჩეს და გადარჩენის ქვაკუთხედი არის ჩვენი ყოფნა რუსთაველის გამზირზე. არ ვიცი რომელი საათია, დაახლოებით 1 საათში მე ვიქნები უგასწრებად. ხო, ვიცი უკვე რომელი საათიც არის, მოკლედ მალე მე ვიქნები რუსთაველის გამზირზე. გავიმარჯვოთ.